მადლობა საუნე. საოცარი გიგი მადლობა. გიორგი, გიყურებ და გისმენ. სალომეს შემთხვევაში ყველაზე მეტად მე ასე ვფიქრობ, მაყურებელს რაც ხიბლავს, ეს არის მისი გრძნობების სიღრმე, რომელსაც არ ვიცი როგორ ახერხებს, მაგრამ ასე არაჩვეულებრივად გადმოსცემს თავისი ხმით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახით და პლუს ამას ეს ინსცენირებაც დაემატა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და ეს იყო კიდევ ერთი ძალიან გულწრფელი შესრულება სალომესგან, რაც აუცილებელია და თავარია, როგორიც არ უნდა იყოს ტექნიკურად თუ გამართული შესრულება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ რომც ყოფილიყო რაღაც შეცდომები, ამას მაინც გაპატიებდა შენ მაყურებელი, იმდენად მართალი ხარ შენ მასთან. მადლობა. დიდი მადლობა გიორგი, თამთაგისმენ. სალომე. საყვარელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა არ იყო გადასარევად შესრულებული, უფრო კარგად გვაქვს შესრულებული სხვა სიმღერები წინ, იმდენად ეს თეატრალური ხარ და იმდენად ტრაგიკული ხარ, რაც ამ ყველაფერს უხდებოდა, რომ მართლა ხუჭავ იმაზე თვალებს. შენ რაც შეგიძლია, ის ბევრ დიდი ასაკის ხალხს არ შეუძლია ესე გადმოსცეს თავისი გრძნობები და ესე გავიგოთ ჩვენც და გავიაზროთ და მაგ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ძალიან მაგარი ხარ და ძალიან დიდი პლუსი გაქვს და ვოკალურად დამტკიცებული გაქვს და თუ გადახვედი კიდე ბევრჯერ დაამტკიცებ ჩემი აზრით არ ვიცით. შეიძლება სიმღერის ბრალიც იყო, არ ვიცი, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან მომწონს. მადლობა თამთა, სოფო გისმენ. სალომე არის, რა თქმა უნდა, ხალხის რჩეული, ეს უკვე ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა თვითონ სალომეს შესაძლებლობებისთვის იყო ძალიან შესაბამისი, ანუ სწორედ მინდა ავხსნა. მას გაცილებით მეტი შეუძლია. და ის სიმღერა, რაც დღეს შეასრულა, იყო მისთვის ჩვეულებრივი, ჩვეული.
რა თქმა უნდა, სალომე არის ძალიან დიდი არტისტი და დრამატიზმის მქონე. ეს ყველაფერი გადადის მაყურებელზე. და რაც არ უნდა შეასრულოს, მე ვფიქრობ, რომ იგი ყოველთვის მოხიბლავს თავის მსმენელს და მაყურებელს. მადლობა დიდი მადლობა სოფო და რა თქმა უნდა იქაც მენტორს. სხვათა შორის პირველად დამემართა ესეთი რაღაცა, რომ იმდენად ვინერვიულე, რომ მართლა ვერ გავიგე სინამდვილეში ამხო. მართლა ცხოვრებაში დამემართა პირველად, ვერ მივხვდი, მაგრამ სალომე არ არის ვოკალისტი და ეს ჩვენ ვიცით. მეც ვიცი, რომ არის ხალხის რჩეული. თუ არის მართლა ხალხის რჩეული, დაამტკიცოს ხალხმა და დაურეკონ თუ ეს ასეა. დიდი მადლობა. სტეფანე, მე კი ხალხს რა თქმა უნდა მოუწოდებ, რომ მაგ ყველას გაძლევს საშუალებას, ყველა ცელის აბონენტს რომ დაურეკოთ სალომეს ნომერზე 093330302. და რო არ დაგწყდეთ თქვენს რჩეულზე გულის შემდეგ აუცილებლად აიღეთ ტელეფონები და დაურეკეთ სალომეს და აპლოდისმენტებით გავაცილოთ იქ. მკუხარი აპლოდისმენტებით.